გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ღიარული ფუტკრის გვერდიდან. დღეს ვამთავრებ ყველა ოჯახის დაზამთრებას. გადავდივართ სეზონური სამუშაოების შემდეგ ეტაპზე, ანუ დავიწყებთ გამოზამთრებას. დაზამთრება და მერე გამოზამთრება. რას ნიშნავს დაზამთრება? როდესაც მეფუტკრე ასრულებს საშემოდგომო სამუშაოებს, ამ დროს მეფუტკრეები ვამბობთ დავაზამთრეთ ფუტკრები. ესე იგი, მზადავართ ზამთრისთვის, გადავდივართ სეზონური სამუშაოების შემდეგ ეტაპზე, ანუ დავიწყებთ გამოზამთრებას. რა თქმა უნდა, გამოზამთრების ვიდეოებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ეხლა დავიწყოთ მეგობრებო მუშაობა. დღეს უნდა დავასრულოთ ყველა ოჯახის საფრენის დაპატარავება, ზედმეტი ჩარჩოებისგან გათავისუფლება, ტიხრების ჩალაგება. მოკლედ ფუტკრები ძალიან თბილად უნდა იყონ და უსაფრთხოდ ზამთარში. ზოგიერთი ოჯახი მეგობრებო ძალიან ძლიერად გამოიყურება, აი მაგალითად ეს ოჯახი თითქმის ყველა ჩარჩოზე არის ფუტკარი და თაფლიც. აი აქაც ცხოვრობს ფუტკარი, სავარაუდოდ აქ ბუდი აქვს, აქაც ფუტკარი ცხოვრობს და ბოლო ჩარჩოზეც ფუტკარი ცხოვრობს. რას ვაკეთებთ ახლა ამ დროს? ფაქტობრივად ჩარჩოს ამოღება არ შეიძლება. ყველა ჩარჩოზე არის თაფლი. შეიძლება აი ეს ჩარჩო ამოვიღოთ. ყველა ჩარჩოზე არის თაფლი. ვერცეთ ჩარჩოს ვერ ამოვიხებთ. აქ ნახოთ ბოლოში რა ხდება. გამემძიმ ახლა აქეთას თაფლი არის. ფიზიკურად არ შეიძლება, საშუალება აღარ არის, კაში ადგილი არ არის ტიხარის. ამიტომ დავტოვებთ ასე. შემდეგ ჩვენ ამ სკას დავიმახსოვრებთ, პერიოდულად მივაქცევთ ყურადღებას. და თუ კი გათავისუფლდება აქ ჩარჩოები თაფლისგან, შეგვიძლია ძალიან ფრთხილად, ისე რომ შეკრული გუნდი არ დავაზიანოთ და არ დავშალოთ, ამოვაცალოთ ის სარიელი ჩარჩოები. მოკლედ ეს სკა უნდა დავიმახსოვროთ. თან მაქვს სტიკერი, მოვინიშნავ ამ სკას ნარინჯისფერი სტიკერით. დავნიშნეთ მეგობრებო ნარინჯისფერი სტიკერით ეს სკა, როცა განმავლობაში აქ გათავისუფლდება ჩარჩოები, აი სწორედ ის სარიელი ჩარჩოები შემდეგ ძალიან ფრთხილად, ისე რომ გუნდი არ დავაზიანოთ, არ დავშალოთ გუნდი, უნდა გავათავისუფლოთ სკა ასეთი ჩარჩოებისგან. რაც შეეხება სტიკერს მეგობრებო, სტიკერი ჩემთვის არის მეფუტკრის ჟურნალი. აღნიშნულ თემაზე მე ჩავწერე ერთი ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ მეგობრებო ჩემ ვიდეოებში. ძალიან ბევრ დროს ზოგავ, როდესაც მუშაობ საფუტკრეში ამ სტიკერების საშუალებით. გირჩევთ თქვენს გამოიყენოთ აღნიშნული მეთოდი. ძალიან კარგი იქნება. იმ შემთხვევაში მეგობრებო, თუ კი მეფუტკრე არ დააპატარავებს საფრენს, აი როგორც ახლა ეს გავაკეთე მე, ასეთ დროს ფუტკრები ბუნებრივად თვითონვე იწყებენ საფრენის დაპატარავებას. აი ესე მეგობრებო, დინდგელით გააკეთებენ პატარა გვირაბებს. დატოვებენ ზუსტად იმდენ ადგილს, რამდენიც საჭირო არის, რომ ფუტკარმა იმოძრაოს კაში, ჰაერის ვენტილიაციაც საკმარისი იყოს სკისთვის. ამას ეწოდება ბუნებრივად საფრენის შევიწროება, მაგრამ ეხლა ბუნებრივად არ ვაკეთებ მეგობრებო ამ ყველაფერს. ვეხმარები ფუტკარს, აი ესე იქნება ეს ამბავი. ეს სარიელი ჩარჩოებია მეგობრებო, ეს საერთოდ გადასადნობი არის, გაშავებულია. ასეთი ჩარჩოები მე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე, დაავადების ბუდი არის. პირველი სიდამპლე და თუ რამე დაავადება არსებობს, ხდება ასეთი ჩარჩოებისგან. ამიტომ მაგ ჩარჩოს გავუშვებ ზამთარში. წაიქცა ტიხარი, მაგრამ არ აუშვებს. ანალოგიური სიტუაცია არის აქაც მეგობრებო, საერთოდ სავსე არის თაფლით ეს ოჯახი. აი ზუსტად მეგობრებო, ანალოგიური სიტუაცია არის ამ სკაშიც, სავსე არის ფუტკრებით და თაფლით. ძალიან ძლიერი ოჯახი არის, გამოვიყენებ სტიკერს. სტიკერიან ოჯახებში ჯერ არ არის დასრულებული სამუშაოები. საშემოდგომო სამუშაოებთან დაკავშირებით ძალიან კარგი პლეილისტი მაქვს მეგობრებო გაკეთებული. დეტალურად მაქვს აღწერილი ყველაფერი. იქ ნახავთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს თაფლის მარაგზე და ბუდის შევიწროებაზე. სეზონურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეგვიძლია გავაგზავნოთ საუბარი კომენტარებში, მომწერეთ თქვენი აზრი მეგობრებო, ან გაწევრიანდეთ Facebook ჯგუფში მხიარული ფუტკრის საძმო. ლინკს დავტოვებ აღწერაში. ესენი ცოტა ავი ოჯახები არიან. ერთმანეთს გავიგეთებ ყოველი შემთხვევისთვის.
როდესაც ვასქით მეგობრებო ცარიელ ჩარჩოს, კარგად უნდა დავაკვირდეთ, არ გადაგვიყვეს დედა ფუტკარი. ეხლა დედის დაკარგვა ჩავთვალოთ, რომ განწირულია ოჯახი. COVID-19-ის გამო მეგობრებო წელს ვერ ვიმთაბარე. მთაბარობაზე მინდოდა რომ ძალიან კარგი ვიდეო ჩამეწერა. საინტერესო არის მთაბარობის პროცესი თვითონ. ფუტკრების გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. ლოკდაუნის დროს მომცა მთავრობამ საშუალო შემეძლო თავისუფლად მემოძრავა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, მაგრამ ერთი კაცისთვის მთაბარობა ძალიან რთული არის. რთული კი არ არის, შეუძლებელი არის. მომდევნო წელს მეგობრებო აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან კარგ ვიდეოს მთავრობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სანახაობრივი და საინტერესო პროცესი მეგობრებო, რომელიც გრძელდება მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე. ეხლა რატომ ვახსენებ მთავრობა? ჩემმა ძმაკაცმა მთხოვა ფუტკარი გადამეყვანა მასთან სათბურში. ასეთი ექსპერიმენტი უნდა გავაკეთოთ. პირველად ვაკეთებ ეხლა ფუტკრის გადაყვანა სათბურში და შევჭედავ ისე რომ ფუტკარს არ შეეძლება იქიდან გამოსვლა. საფრენს დავჭედავ, როდესაც ჩავა მზე. ეხლა რატომ ველოდებით მზის ჩასვლას? მზის ჩასვლამდე ყველა ფუტკარი ბრუნდება სახლში. ძალიან დიდი ალბათობით მეგობრებო, ყველანი იქნება სახლში და დანაკლისის გარეშე ფუტკარს გადავიყვანთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ კი რომელიმე ფუტკარი ვერ მოახერხებს დაბრუნებას სახლში. რა ხდება ამ დროს? ღამეს გაათენებს სადმე, ჰოთელების ქვეშ იციან და ბალახების ქვეშ იციან თავის შეფარება. შემდეგ დაბრუნდება დილას თავის სკასთან. არ დახვდება იქ სკა, მოძებნის სხვა ოჯახს, რომელიც მას მიიკედლებს. ასე ხდება მეგობრებო ეს. დავიწყოთ ეხლა მეგობრებო მუშაობა, რომ დავჭედოთ სკა, აუცილებელი არის. აი ასეთი ფიცრის ნაჭრები მაქვს გაკეთებული, როდესაც ზეწარს გადავაფარებ სკას, შემდეგ აი ესე უნდა დავჭედო. ზეწარი იქნება ზემოდან გადაფარებული, დაჭედილი, რომ არ აძვრეს თავის სკას, სახურავი არ ექნება მოძრაობის დროს. ჯერ ჩარჩოები გავჭედოთ, რომ მოძრაობის დროს არ იმოძრაოს ჩარჩოებმა და შემთხვევით ჩარჩოს და ჩარჩოს შორის ფუტკარი არ მოხდეს და არ დაზიანდეს. მეორე ეტაპი იქნება ზეწარის გადაფარება და დაჭედვა. ბოლოს, როდესაც დაღამდება, ასე ვთქვათ, ჩავა მზე, დავჭედავთ საფრენს, დავიწყებთ მოძრაობას. კარგად უნდა შევამოწმოთ მეგობრებო, აი დედა ფუტკარი. აი კარგად უნდა შევამოწმოთ მეგობრებო, რომ დედა ფუტკარი იყოს სკაში. ყველა ფუტკარზე მნიშვნელოვანი ეხლა არის დედა ფუტკარი, რომ ჩარჩოებს შორის არ მოიქცეს და არ დაზიანდეს. ამიტომ ნახე ახლა მე დედა. ეხლა გავჭედავ მეგობრებო ჩარჩოებს, რომ მათი მოძრაობა დავიყვანო მინიმუმამდე. აი ესე გამოიყურება მეგობრებო, ეხლა ეს ტიხარი გავაკეთე და ტიხართან აი ეს ჩარჩო გავაკეთე ერთი. ეხლა მე აი ამ ბოლო ჩარჩოს აქ და აქ დავაჭედებ ლურსმნებს. აი თუ იქნებოდა სკა სავსე ჩარჩოებით, მაშინ არ დაჭირდებოდა დაჭედვა. იდეალურად არის დაჭედებული. შეუძლებელია აქედან ფუტკარი გამოვიდეს გარეთ. 4-ვე მხრიდან არის მშვენივრად. ეს აუცილებლად გადაამოწმეთ ხოლმე. ეხლა მე ჩემი საკუთარი მანქანით უნდა გადავიყვანო ფუტკარი და თუ ფუტკარი დაიწყებს გამოსვლას კიდან, რა თქმა უნდა, გზაში ძალიან შემაწუხებს ეს გაბრაზებული, დაბნეული ფუტკარი იქნება, რომელსაც რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი რეაქცია. მზის ჩასვლის შემდეგ სულ ბოლოს დავკეტავთ საფრენს. აი ესე მეგობრებო, ავიღებ სკას, გადავიდან მანქანაში. დავასრულეთ მუშაობა მეგობრებო, დავაზამთრეთ ფუტკრები.
ერთ-ერთი შემდეგი ვიდეო იქნება საკონტროლო დამუშავება VARUAS ტიპაზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ამ ვიდეოს ნახვისთვის. დაალაიქეთ ვიდეო და რა თქმა უნდა გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა ყველას.